ამ სახიობებს და მომღერლებს რო უტყაბუნებენ ქუჩებში წაღმაუგუღმა. ერთი სამი შემთხვევა ვიცი მე, შეიძლება მეტისა, ბოლოს თარხნიშვილი რო გალახეს. როგორ დავიჯერო ადრე მსახიობს, მომღერალს, აი ამ ცნობილ ადამიანებს პოზიცია არ ქონდათ, პოლიტიკური პოზიცია არ ქონდათ? მაშინ რატო არ ცემდნენ? აი რატო არ გალახეს მაგალითად ბუბა კიკაბიძე, ხო ნაციონალი იყო. პირველ ნომრად იყო ნაციონალების. ბუბა კიკაბიძე რატო არ გალახეს? ნუ კაი მოხუცი იყო კაცი და რაღაცა და ხო გავიგებ. მაგრამ ხო ქონდათ პოზიცია მსახიობებსაც, კაცო ხელოვნებს ხო ქონდა პოზიცია, რატო არ ცემდნენ მაშინ ქუჩაში? აი ახალაიას დროს ჯარში რომ მსახურობდი, აი ძალიან სტრესული სიტუაცია იყო ჯარში, აი გვეზარებოდა იქ სიარული. და ჩემი კვირის აპოგეა დღე იყო პარასკევი. და რატო? ნუ მეორე და მესამე დღე სამსახურში ვარ წასულიყავი მაგითო ხო, მაგრამ პარასკევს გადიოდა ვანოს შოუ რუსავზე. რუსავი 2-ზე და ანუ იმდენად პოზიტიური გადაცემა იყო იმ პერიოდისთვის ეგ ჩემთვის, ანუ ეგ დღე იყო, ყველაზე მაგარი დღე იყო რა, რომ განტვირთვა შემძლებოდა. აი ჯარის სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე. და მიყვარდა მოკლედ მაგადაცემის ყურება. დღეს ახლა რუსთავი 2-ზე არაა სიტყვაზე, მაგრამ რაღაცა ხოა. არც კი ვიცი ზუსტად რა. აი მეზარება მაგათი ყურება. და რატო? ანუ რატო ცემს? მოკლედ ახლა რა შუაშია ჩემი ჯარის ამბები და რაღაცა, ახლა რატო ვაკავშირებ ამას? ადამიანებს, რომელსაც რაღაცა პოზიცია აქვს პოლიტიკური, თუნდაც ქოცი, თუნდაც ნაცი, რა მნიშვნელობა ხან დანარჩენი ვიღაცები. ამ ადამიანებს ლანძღავენ ესენი, აგინებენ. და ამ ადამიანებიდან, აი დაუშვათ ესენი არიან ნაცები და ლანძღავენ ქოცებს. ვიღაცა ქოცი თუ ეს მართლაც რო ქოცი იყოს ვიღაცა, ხო უყურებდა თავის დროზე იმ თუნდაც ჯავახიშვილს, თუნდაც ამ მსახიობებს, თუნდაც მომღერლებს. შეიძლება ფანი არ იყო, მაგრამ სიამოვნებდა ამათი ყურება. ახლა მე პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ამ თარხნიშვილის შესრულებული როლები მომწონს. და რა ქვია, უყურებ სიამოვნებდა ახლა ის რაღაც ახალი წლის კინოები როა მე ვასება რა და უყურებ. მაგრამ ეს კაცი თურმე მაგინებს, მე მაგის შესრულებულ როლს უყურებ და თურმე ტიპი მაგინებს. ანუ მაგინებს იმ პოჩი მოვიხვედრე ამ გინებაში თავი რომ ნაცები არ მევასება და ეგენი ნაცების მხარეზაა ყველა. და რადგანაც მე ნაცი არ მევასებ, ესე იგი მე მაგინებს, ანუ ავტომატურად ხო ასე გამოდის კაცო. და მე ესე იგი უყურებ მაგას. მაგის შესრულებული რაღაცა ხელოვნება მომწონს და ეგ ტიპი მაგინებს. და გავლახავ, აბა რას ვიზავ, დედას არ მოუთხრა, კაცო. და ეს იწვევს, ანუ სახიოს პოზიცია რო აქვს და მისი მოწინააღმდეგე პოზიციის ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ამათ უყურებენ და აგინებს, ეს იწვევს აგრესიას. და იმიტოა რომ ხდებიან და მე დაიქირავს. ვინ დაიქირა თმინდა დაკირეობა, დიდი სიამოვნებით მეც ხსევდით არ შეხვდით არავინ ქუჩაში თორე. სხვათა შორის აი თარგამაძე ეს პირმუ და ქვია წყელტუჩას რო გავს. ეგ რო შეხვედრა მინდოდა რომ ეგ შემხვედროდა სამი და სილა გამეცნა რა. და ბოლოს ეს რო დაიჭირეს რომ ნახე. იმას ხილს როგორ დავატყავდი, რას დამსგავსებულა ეგ დედა მოტყნული, ცოდნემა იცის მასე ვიზია ცოდნემა. რას გავდა ტიპი იმას იქი დავიცავდი ისეთი შესახედავი იყო. რავი ავათა იყო რა ვიცი, ღმერთად დღასასოცხლოს რომ მოესროს და იტანჯოს ამ ჩვენი ნორმალური ხალხის სიკეთით. მოკლედ გამომწვევი მიზეზი არის ის რომ ადამიანებს რომელსაც მათგან საწინააღმდეგო მათი საწინააღმდეგო პოზიცია აგინებენ. არა და ეს ადამიანები ჩვეულებრივ მათი მაყურებლები არიან. და ეს იწვევს აგრესიას. სულ არ უნდა მაგას დაქიროება. მეც რო შევხვდეთ ათი თქვენ რომელიღაცა მეც გაგიფენთ რასაც შევძლებ. შეიძლება აქეთ გამიფინონ სიტყვაზე, მაგრამ რასაც შევძლებ იმას ვისავ ცუც. და იმის თქმა დამავიწყდა, რისთვისაც დავიწყე ჩაწერა ვიდეოს. თქვენ მომღერლებო, მსახიობებო, მოკლედ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ადამიანები ხალხი იყურებს, დაანებეთ პოლიტიკას თავი ძია. კი, ბაზარი არა გქონდეთ კაცო თქვენი პოზიცია, მაგრამ მოწინააღმდეგე პოზიციის ადამიანებს ნუ ლანძღავთ. всё, დამით მოგვარდება ყველა პრობლემა. შენი პოზიცია გქონდეს, მოწინააღმდეგე პოზიციას პატივი ეცი. და იქ იქნება ყველასთვის აყვარელი, ქოცისთვისაც, ნაცისთვისაც და რავი, სხვებისთვისაც.